როდესაც ორი აბჯარი ელაპარაკება ერთმანეთს, რანაირი კომუნიკაცია გამოდის? ერთი აბჯარი აწვება მეორე აბჯარს და მეორე აბჯარი აწვება პირველ აბჯარს. ამას მე ვეძახი შერკინებას. ორივე მხარე ცდილობს მეორეს დაუმტკიცოს, რომ არის მართალი. შესაბამისად, თუ ეს ცდილობს, რომ დაუმტკიცოს, რომ მართალია და ეს ცდილობს, რომ დაუმტკიცოს, რომ მართალია, ორივე მართალია და ებრძვის ერთმანეთს იმისთვის, რომ თავისი თავი გამოიყვანოს მართლად და მეორე მხარე გამოიყვანოს მტკვანად. ამ კომუნიკაციაში სიცოცხლე არ არის. რა სიცოცხლე უნდა იყოს ორ აბჯარს შორის კომუნიკაციაში? დაფიქრდი შენ თვითონ. სიცოცხლე არსებობს მაშინ, როდესაც ჩვენ ვიხდით აბჯარს. იმისთვის, რომ სიცოცხლის ენა გამომჟღავდეს, პირველ რიგში უნდა გადავწყვიტო, რომ აბჯარი მოიხსნა. მეორე მხარეც მოიხსნის აბჯარს, თუ პირველ რიგში შენ მოიხსნი აბჯარს. თუმცა ამის გარანტია არ არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობა არსებობს. იმისთვის, რომ შენ გადადგა პირველი ნაბიჯი, სხვა მხარესაც უჩნდება სურვილი, რომ გადადგას ნაბიჯი შენსკენ. სიცოცხლის ენა ჩნდება იმ სივრცეში, სადაც არის კავშირი. კავშირი მყარდება მას შემდეგ, როცა გადავწყვიტე, რომ მოვიხსნა აბჯარი. მოვიხსნა აბჯარი ნიშნავს ვიყო ღია. მოვიხსნა აბჯარი ნიშნავს ვიყო გულწრფელი. მოვიხსნა აბჯარი ნიშნავს ვიყო მოწყვლადი. გახსნილი. ამის შემდეგ, როდესაც ასეთი სივრცე იქმნება ორ ადამიანს შორის, სადაც ორი ადამიანი იხსნის აბჯარს და ელაპარაკება ერთმანეთს სიცოცხლის ენაზე, ანუ გულწრფელად, ღიად, მოწყვლადად, მხოლოდ და მხოლოდ ასეთ სივრცეში შეიძლება მთლიანად გადაიტვირთოს ურთიერთობა. ურთიერთობა, რომელიც წლების მანძილზე იყო გაჭედილი, გაბიდნული, წარსული ტკივილით, იმედგაცრუებებით, ბრაზით, წყენით და სხვა ნაგროვი წარსული მასალით.